მოგესალმებით. მე ვარ ისტორიის მასწავლებელი ქეთევან კოპალიანი. მინდა დღეს განვიხილო ისტორიის ტესტი, პირველი ვარიანტი 2024 წლის და ყველა ეს დეტალები გაგაცნოთ, რაც ტესტისთვის არის საჭირო და მნიშვნელოვანი, რომ ყურადღება გავამახვილოთ ტესტზე მუშაობის დროს. ჩვენ როგორც ვიცით, ისტორიის ტესტი შედგება 60 ქულიანი არის. დრო გვაქვს 2 საათნახევარი. პირველი ტიპის დავალება არის შემოსახაზი. პირველი 35 დავალება, რომელსაც მე დღეს განვიხილავ და 35 დავალების შემდეგ მოდის რუკა და შემდეგ არგუმენტირებული მსჯელობა. აი ეს დავალებები ძალიან ასე ვთქვათ დიდ სირთულესთან არ არის ასე ვთქვათ თუ ვიცით და დამუშავებული გვაქვს საკითხები პირველ რიგში, მაგრამ თუ კიდევ აი ფაქტობრივი ცოდნაც კიდევ აი მოკლე დროში გვაქვს შეძენილი და რაღაც პანიკები გვაქვს, როგორ გავიდეთ ტესტზე, როცა აი ნამუშევარი ნაკლები გვაქვს, აი აქ კი ყურადღება მინდა გავამახვილო არგუმენტირებულ ასე ვთქვათ აზროვნებაზე, ლოგიკურ მსჯელობაზე, აი ეს ტესტი, რუკის ტესტი როგორი შემადგენლობის არის დავაკვირდეთ, სადაც პირობითი ნიშნებია მოცემული, შემდეგ კი შემოსახაზები არის და აი 36 და 6, ანუ სულ 6 ქულიანი არის რუკა. 35 ქულა არის მხოლოდ შემოსახაზები და შემდეგ არის არგუმენტირებული მსჯელობა და შემდეგ წყარო, რომელიც არის 14 ქულიანი. ეხლა განვიხილავ ისევ დავბრუნდები უკან ტესტებს, თითოეულ ტესტს მინდა ყურადღება გავამახვილოთ დეტალებზე, მნიშვნელოვან დეტალებზე, რაც გამოცდაზე გამოგადგებათ. პირველი კითხვა: სხვა მიზეზებთან ერთად რამ განაპირობა საბოლოოდ ფარაონ ამეხოტება მეოთხის რელიგიური რეფორმის მარცხი? პირველ რიგში ტესტს როგორც კი წავიკითხავთ, უნდა გავიაზროთ ტესტის შინაარსი, თუ რას გვეკითხებიან და შემდეგ გადავიდეთ აი ამ სავარაუდო პასუხებზე. ესე იგი, სხვა მიზეზებთან ერთად რამ განაპირობა საბოლოოდ ფარაონ ამეხოტებ მეოთხის რელიგიური რეფორმის მარცხი? აქ რელიგიურ რეფორმასთან გვაქვს ყურადღება გასამახვილებელი, რომელიც დასრულდა რაღაც მარცხით, ხო? რაც უარყოფითი იყო აი ამ რეფორმის, აი ამაზე უნდა ასე ვთქვათ გავამახვილოთ ყურადღება. ქვეშევრდომების აჯანყებამ, ქურუმების წინააღმდეგობამ, მომთაბარე ჰიქსოსების მარბიელმა თავდასხმებმა და პირამიდების მშენებლობებით გამოწვეულმა კრიზისმა. ახლა ისევ დავბრუნდები და აი ამ 4 პასუხიდან რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? ანუ გამორიცხვის მეთოდი თუ ფაქტობრივი ცოდნა არ ვიცით და ფაქტობრივად არ ვიცით ეს პასუხი რომელი არის. ახლა ზუსტად ჩვენ კითხვა-პასუხით არ ვსწავლობთ გაკვეთილს, ხო? ჩვენ აქ ვთხოვენ არგუმენტირ ლოგიკურ მსჯელობას, ანუ კითხვა დასმულია და გამორიცხვის მეთოდებით შეგვიძლია კიდევ პასუხიც ამოვიცნოთ. ქვეშევრდომების აჯანყება. აქ მეფესთან კავშირში ხედავთ, რომ არის რელიგიური რეფორმა, ხო? ქვეშევრდომების აჯანყება აქ არანაირ კავშირში არ არის რელიგიურ რეფორმასთან, ხო? შემდეგი პასუხი არის ქურუმების წინააღმდეგობა. აი ეს კი დასაფიქრებელია, იმიტომ რომ ქურუმები ვინ იყვნენ? რელიგიური პირები იყვნენ მრავალღმერთიანობის დროს, ხო? სანამ მონოფიზიტობა, ანუ ვიცით, ამეხოტებ მეოთხემ ერთი ღმერთი შექმნა და აი მანამდე იყო მრავალღმერთიანობა და ქურუმები მართავდნენ. აი ეს ბ შევინახოთ და გამოვრიცხეთ, ხო? გამორიცხვის მეთოდითაც მივყვებით, ისე ვიმეორებ. შემდეგ საუბრობთ გ-ზე, ხო? გადავდივართ იმაზე გ პასუხზე. მომთაბარე ჰიქსოსების მარბიელმა თავდასხმებმა. აქ რეფორმასთან თავდასხმები, მარცხი, რომელიც არის რელიგიური, ჰიქსოსებმა პირიქით ეგვიპტე დაიპყრეს და აქ რელიგიურმასთან, ფარაონის რეფორმასთან არანაირ კავშირში არა, ხო? პირამიდების მშენებლობებით გამოწვეულმა კრიზისმაო და ეს პირამიდები ფარაონის რეფორმებთაგან არც ერთი არ. ანუ ქვეშევრდომების აჯანყებამ შეიძლება დაგაბნიოთ, მაგრამ ქვეშევრდომებიც კიდევ რელიგიურ რეფორმასთან. აი სწორი პასუხი არის ბ, ხო? ბ.
შემდეგი შუამდინარეთში მდებარე რომელი ქალაქი აიღეს ხეთებმა ერთ-ერთი ლაშქრობის დროს. ესე იგი შუამდინარეთი ჩვენ გავიარეთ ეს თემა და გვახსოვს ორი სახელმწიფო შედის შუამდინარეთში, ეს არის ბაბილონი და შუმერი, ხო? მდინარე ტიგროსა და ეუფრატს შორის და შესართავთან მდებარე სახელმწიფოები არის. ეხლა რომელი ქალაქი აიღეს ხეთებმა შუამდინარეთისო, ხო? თუ ეს თეორიულად არ გვახსოვს და ნასწავლიდან ვერ ვიხსენებთ, გამორიცხვის მეთოდებით გავიდეთ. ესე იგი ის მაინც გვახსოვს, რომ ბაბილონი და შუმერი არის შუამდინარეთის ქვეყანა. აქ წერია პასუხებში სიდონი, ტვიროსი, ბაბილონი და ჰარიკარნასი. ანუ აქედან გამომდინარე ერთი გვეცნო უკვე ამოვიღეთ, რომ შუამდინარეთის ქვეყანა არის ბაბილონი, ხო? აი, სწორი პასუხიც ბაბილონი არის. რა უკავშირდება ნაბუქოდონოსორის მოღვაწეობას? ლურსმული დამწერლობა ნაბუქოდონოსორთან არანაირ კავშირში არა, იმიტომ რომ ლურსმული დამწერლობა შუმერებია, ბაბილონის მმართველი არის ნაბუქოდონოსორი, ხო? ეს გამოვრიცხოთ. B. მიდიის სამეფოს განადგურება. ესაც ჩვენ კიროსის სახელს უკავშირდება მიდიის განადგურება, ზიკურათების მშენებლობის დაწყება. აქ ზიკურათების მშენებლობა რაღაც, ანუ შეიძლება იყოს, რომ რაღაცა განვითარებისკენ არის, ხო, რაღაც მშენებლობა და ეგ. ნახე, რა უკავშირდება ნაბუქოდონოსორის მოღვაწეობას, რომ გვეკითხება, რაღაც კარგი მოხდა, რაღაც მნიშვნელოვანი, ხო, რომ მისი სახელი განდიდა და ამით. ბაბილონის სამეფოს გაძლიერება და აი სწორი პასუხი, აი ამასთან უფრო მივალთ, იმიტომ რომ ეს გამორიცხვის თუ არ ვიცით პირდაპირ პასუხი ამას ვფიქრობ. ანუ ცოტა მსჯელობა არის პასუხებშიც კი საჭირო, აზროვნება არის პასუხებშიც კი საჭირო და გამორიცხვის მეთოდებიც უნდა ჩავთოთ და აქ სწორი პასუხი იქნება ბაბილონის სამეფოს გაძლიერება. კითხვას ისევ ვიმეორებ, რა უკავშირდება ნაბუქოდონოსორის მოღვაწეობას და ბაბილონი მისი მეფობის დროს გაძლიერდა. რომელი ინფორმაცია მართებული დიაოხის შესახებ? დიაოხი მეზობლებმა გაანადგურეს, სამხრეთი ურარტუმ დაიკავა, ჩრდილოეთის მხარეები კი კოლხამ. დიაოხს როგორც კი ვეხებით, იმ წუთში უნდა გაგვახსენდეს, იმავე დროს უნდა გაგვახსენდეს, რომ დიაოხი ორმა სახელმწიფომ დაიპყრო, კოლხამ და ურარტუმ, ხო? და აი ეს პასუხი ლოგიკურია, რომელი ინფორმაცია მართებული, მაგრამ ჩავყვეთ ბოლომდე მაინც გავიაზროთ ყველა, იმიტომ რომ რაღაც დეტალი შეიძლება იყოს, რომ გამოგვეპაროს და ის სწორი პასუხი იყოს ქვემოთ მდებარე პასუხებითაგან, ხო? აღმოსავლეთიდან პონტოს სამეფოს, ხოლო დასავლეთიდან იბერიის შემოტევას და დიაოხმა ვეღარ გაუძლო და არსებობა შეწყვიტა. ანუ აღმოსავლეთიდან პონტო მართლა ესაზღვრება, მაგრამ იბერია დასავლეთიდან არ ესაზღვრება, ხო? ანუ მისი შემოტევა დასავლეთიდან როგორ მოხდებოდა. მიდიის სამეფოსთან ომმა დიაოხი, ანუ მხარეებითაც უნდა, ანუ ყველანაირად, ყველა დეტალით უნდა გავიაზროთ კითხვის პასუხი და ასე ვთქვათ, პასუხებიდან პასუხის სწორი ამოვიცნოთ. არ იჩქაროთ, ნელა გააზრებულად ყველა დეტალები გამორიცხეთ, ყველა დეტალი დააკავშირეთ პასუხთან და შემდეგ გადადით, ბოლოს რომ მოუბრუნდე, იმას ჯობია, როგორც კი დაწყებული გაქვს, იქვე ჩაშალე კარგად, არ იჩქარო პირველი რა ქვია, გაიაზრე კითხვა კარგად, შემდეგ პასუხი და პასუხებიდან შემდეგ კიდევ გამორიცხვის მეთოდებიც დაიხმარეთ. შემდეგი გი არის მიდიის სამეფოსთან ომმა, დიაოხი დაასუსტა და ვეღარ გაუძლო ჩრდილოეთიდან შემოჭრილი ჰუნების შემოტევას. ნუ არანაირი კავშირში არა, ვიცით რომ ორმა ქვეყანამ დაშალა, ხო? ეს სწორი პასუხი ჯერჯერობით ეს არის. ჩრდილოეთიდან მომთაბარეების შემოსევებმა დაასუსტა დიაოხი, რამაც მეზობელ კოლხას მისი დაპყრობა გაუადვილა. სწორი პასუხი არის აქ A. პირველივე რაც კი ჩავთვალეთ, ხო? რომელი მსჯელობაა მართებული აქემენიანი მმართველების მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ? ვაჭრობის განვითარების მიზნით არტაქსე მესამემ პრივილეგიები მიანიჭა მცირე აზია ბერძნებს და ამით ფინიკიელთა მონოპოლია დაასრულა. აქ არტაქსე რაღაც არ მეცნო, ხო? ამას გამოვრიცხავ, იმიტომ პროგრამაში თუ არტაქსე რაღაც თემაში არ წერია და არ მეცნო, ეს პირდაპირ უნდა გამორიცხოთ, იმიტომ რომ თქვენ ამით გაშინებენ, რომ რაღაც შეიძლება არტაქსე უცხო არის და მე გამოვტოვე ეს და არ მისწავლია, თუ პანიკებში ჩავარდებით, აი პირდაპირ
ტყილს და უცხოს დააჭერთ ხელს და ეს იქნება შეცდომა. ამიტომ გადავიდეთ ახლა მეორეზე და იქვე წაიკითხეთ მეორე. ადგილობრივი მმართველობის გასაუმჯობესებლად დარიოს პირველმა სატრაპებისა და მხედართმთავრების თანამდებობები გამიჯნა. ანუ ისევ ჩავუბრუნდები კითხვასთან, რომელი მსჯელობაა მართებული აქემენიანთა მმართველების მიერ გატარებული ღონისძიებები, ანუ რეფორმების შესახებოდა. აი სწორედ რეფორმა ვინც გაატარა დარიოს პირველი იყო, ხო? რომელმაც სატრაპებიდან ნახე მხედართმთავრები ან ტოპარქიებად თანამდებობები გამიჯნა, ხო? სწორედ აი ეს პასუხი შეიძლება შევინახოს სწორ პასუხად. შემდეგ გადავიდე გეზე. კიროს მეორემ დასავლეთის პროვინციებზე მომთაბარეთა თავდასხმების მოსაგერიებლად ულამთა კორპუსი შექმნა და საზღვარებზე გაანალაგა. აი ეს რაღაც რეფორმასთან ნაკლებად, ასე ვთქვათ, ეს არის ღონისძიება ისეთი, რომ უფრო ბეს ისევ დავტოვებ. ლევანტის დაპყრობების შემდეგ კამბის პირველმა ადგილობრივ მოსახლეობა აყარა და მათ ნაცვლად სემიტები ჩაასახლა. ანუ აქ ნახე როგორ არის ადგილობრივი მმართველობის გასაუმჯობესებლად, ანუ გატარებული რეფორმა უფრო სწორი პასუხში გავდივარ აქ, რომ გადასახლება, გადმოსახლება რაღაც გატარებულ რეფორმასთან არ არის ხო კავშირში. ეს არის B სწორი პასუხი. მინდა რომ დავაფიქსოთ სწორია B. რა უკავშირდება კლისთენეს მმართველობას ლეგიონერების საყოველთაო აღწერა თებეში კლისთენეს მმართველობა. ანუ ჩვენ გვახსოვს პირველ რიგში კითხვაზე ვამახვილებ ყურადღებას, რა უკავშირდება კლისთენეს მმართველობას. ვინ იყო კლისთენე? ჯერ ეს გავიხსენოთ, თუ ვერ ვიხსენებთ რაღაც მის მნიშვნელოვან მოვლენებს. ერთადერთი ის მაინც გვახსოვს, რომ კლისთენეს რეფორმა, სოლონის რეფორმა, ხო, აი ეს დრაკონის რეფორმა, ეს ჩვენ ვისწავლეთ ათენის პოლისი, როდესაც ვეცნობთ საბერძნეთს ათენის რეფორმა გაატარა ათენში კლისთენემ და ნახეთ ზუსტად რეფორმას თუ არ უკავშირდება, ესე იგი კლისთენეს რეფორმა ამა და ამ წელს გაატარდა რაღაცა ფაქტობრივ ცოდნას, ჩვენ უნდა გამოვიდეს, ახლა გამოვიდეთ მაშინ რა ქვია, ლოგიკურად გამოვრიცხოთ პასუხებიდან არასწორი და დავტოვოთ სწორი, ხო? ლეგიონების საყოველთაო აღწერა თებეში. თებეო და აქ ათენელი იყო, ხო, კლისთენემ რეფორმა ათენში გაატარა. თებე არის სხვა პოლისი. ამიტომ აქ არანაირ კავშირში არ არის ესე იგი კლისთენესთან თებე. აი B არ ქონდა საბჭოს დაფუძნება ბეოტიაში. ესეც კიდევ სხვა პოლისი არის და აი ეს მოვლენები თუ ვერ ვიხსენებ დეტალურად რაღაცა, ესეც უნდა გამოვრიცხოთ. მესამე, ატიკის ახალი ტერიტორიული დაყოფა. ატიკი, ანუ ათენი დაარსდა ატიკის. აი აქ უკვე ჩავებღაუჭე უკვე აი ამ პასუხს, ხო? და შემდეგ უკვე გადავდივარ შემდეგზე სპარტაში ოხლოკრატიული მმართველობის დასრულებაო. აქ კიდე ეს მართლა მოხდა თუ არა არ ვიცი, მაგრამ სპარტაშიო რომ ვთქვით, უკვე ესე იგი ვებღაუჭებით მხოლოდ აი ამ ატიკს, ანუ იგივე ათენს და სწორი პასუხი არის აი ეს. ანუ ვაფიქსირებთ ხო რასთან გვაქვს კავშირი, ანუ ფაქტობრივი ცოდნა თუ არ გვაქვს გამორიცხვის მეთოდით რაღაცას ჩავება, ეს რომელ ქვეყანაში ვისწავლე, ეს პიროვნება გაიხსენე, გამორიცხე, აი ეს უკვე სწორ პასუხთან მიმიყვანა. ძალიან ადვილად შეგიძლიათ ბავშვებო, მთავარია არ დაბანიკდეთ და ყველანაირად ეცადეთ, რომ აქვე იპოვოთ სწორი პასუხი, არ გადახვიდეთ ახალზე, ნელ-ნელა გამორიცხეთ, პოლიტიკოსი იქნება, მმართველი იქნება, მმართველობის ფორმა იქნება, იქვე შეგიძლია ერთი, რომელიც დაგრჩება, უკვე ის არის სწორი პასუხი, ხო? ვის ფუნქციას ითავსებდა ძველ რომში მეფე? ეხლა ჩვენ ვიცით რომი მონარქია ხო მეფე და ვის ფუნქციას ითავსებდაო? კარგი, კონსული იყო მხედართმთავარი გვახსოვს. შემდეგ სახალხო ტრიბუნი ეს საბჭო იყო ხო, უმაღლესი ასე ვთქვათ. ქურუმი ეს რელიგიური პირი იყო და მთავარი ლიქტორის. ანუ აქ ახლა ლიქტორიო და რაღაც ესეთები რაღაც არ გაგვინხილია ტესტებში, მოდი ეს გამოვრიცხოთ. კარგი.
ქურუმი საეკლესიო პირი და ეს შეიძლება ყოფილიყო ამ ის მეფეს ეკონტროლებინა, ასე ვთქვათ, სახალხო ტრიბუნს თავისი მმართველი კონსული, ეს მხედართმთავარი იყო და კონსულობა ჩვენ ვიცით რესპუბლიკური მმართველობის დროს არის უკვე კონსული, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პირი არის. და ამიტომ რჩება ქურუმი, ხო? იმიტომ რომ ქურუმებსაც რელიგიურ პირს რომში, ასე ვთქვათ, მეფე განაგებდა. ცოტა ფაქტობრივი ცოდნა არის საჭირო. რატომ იყო მნიშვნელოვანი ბერძენთათვის თერმოპილეს დაცვა ქსერქსე პირველის შემოსევისას? იცავდა სპარტის მისადგომებს. შემდეგ კეტავდა შუა საბერძნეთში შესასვლელ გზას. წარმოადგენდა ერთადერთ გასასვლელს სალამინის ყურეში. თითქმის მთლიანად აკონტროლებდა კორინთოს მიმდებარე ტერიტორიას. ეხლა ისევ კითხვას დავბრუნდები, რატომ იყო მნიშვნელოვანი ბერძენთათვის თერმოპილეს დაცვა ქსერქსე პირველის შემოსევისას? თუ, ასე ვთქვათ, ქსერქსე პირველის შემოსევის დროს ბერძნების თავის დაცვა იყო საჭირო, რატომ იყო ეს საჭირო? იცავდა სპარტის მისადგომებს. აქ თერმოპილეს ბრძოლაში ჩვენ ვიცით, რომ თერმოპილი არის მეორე ბრძოლა და სპარტასა და სპარსეთს შორის, ანუ ქსერქსეს პირველს შორის მიმდინარეობს. თერმოპილეს ბრძოლა, სპარტის მმართველი ლეონიდასია, ანუ ესენი ვიცით, ასე ვთქვათ, ხო? მაგრამ ეხლა რა აი ამათგან ეხლა ჩვენი ფაქტობრივი ცოდნა უნდა ამოვიყვანოთ ლოგიკური მსჯელობით. კეტავდა შუა საბერძნეთში შესასვლელ გზას. ანუ სანამ ათენამდე მივიდოდა, სპარტა იცავდა ათენს. ამიტომ ეს პასუხი უფრო, ასე ვთქვათ, იცავდა სპარტის მისადგომებს. სპარტელები? არა, ათენს იცავდა. კეტავდა შუა საბერძნეთში შესასვლელ გზას. გავიგეთ? ანუ იცავდა სპარტის მისადგომებს, მარტო სწორი პასუხად ვერ ჩავთვლით. შემდეგია წარმოადგენდა ერთადერთ გასასვლელს სალამინის ყურეში და ეს შემდეგი ბრძოლაა და არ გვინდა. თითქმის მთლიანად აკონტროლებდა კორინთოს მიმდებარე ტერიტორიას და ესეც აი ეს იქნება სწორი პასუხი. ანუ კეტავდა შუა საბერძნეთში შესასვლელ გზას. ანუ ეს არის სწორი პასუხი. შემდეგი რა მოიმოქმედეს პელოპონესის ომის დროს კლეონმა და დემოსთენემ პერიკლეს გარდაცვალების შემდეგ? გააქტიურეს სამხედრო მოქმედებები და რამდენჯერმე გაიმარჯვეს. რა მოიმოქმედეს პელოპონესის ომის დროს კლეონმა და დემოსთენემ პერიკლეს გარდაცვალების შემდეგ? ჩვენ პელოპონესის ომს ვიხსენებთ, 27 წელი რომ მიმდინარეობდა და ასე ვთქვათ, ვიცით ხო, ეს არის ორ პოლის შორის, ათენსა და სპარტას შორის დაპირისპირება და რა მოიმოქმედეს ამ ომის დროს კლეონმა და დემოსთენემ პერიკლეს გარდაცვალების შემდეგ? ანუ უკვე ბოლო პერიოდისკენ ხო გააქტიურეს სამხედრო მოქმედებები და რამდენჯერმე გაიმარჯვეს. შემდეგი დროებითი ზავი დადეს მიკენთან და ქალაქში მალევე აღადგინეს წესრიგი. შემდეგი გააგრძელეს რეფორმები და ყველას, ვინც ქალაქში ცხოვრობდა, მოქალაქეობა მიანიჭეს და აქვე უნდა გამოვრიცხოთ ბრძოლაში ეს პელოპონესის ომის დროს არც ერთი რეფორმა არ გატარებულა. დროებითი ზავი დადეს მიკენთან და ქალაქში მალევე აღადგინეს წესრიგი და მიკენის ზავი ასეთი იყო. ბ ომის მიმდინარეობის საბაბით არეოპაგის არჩევნები გაუქმეს და ძალაუფლება მიიტაცეს. ესეც არა, ანუ სწორი პასუხი არის ეს. გააქტიურეს სამხედრო მოქმედებები და რამდენჯერმე გაიმარჯვეს. რომელი ინფორმაცია მართებული, ან გარდაცვალების შემდეგ უფრო აი ეს პერიკლე იყო ძალიან ძლიერი, ასე ვთქვათ, მებრძოლი, ხო? და სწორედ გააქტიურეს სამხედრო მოქმედებები და რამდენჯერმე გაიმარჯვეს ამის გარდაცვალების შემდეგ. კარგი. რომელი ინფორმაცია მართებული ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობის შესახებ? საინტერესოა ეხლა რა გვაქვს პასუხებში. ანუ ბაბილონის აღების შემდეგ განაგრძო ლაშქრობა და
ურმის ტბასთან ბრძოლაში დაამარცხა სპარსელები. შემდეგ იქ რაღაც ურმის ტბასთან ბრძოლაში და ბაბილონთან არ ქონდა უშუალოდ დაპირისპირება. ბაბილონი აქემენიანთა ირანის დაქვემდებარებაში იყო და ეგ კარგი. ჰიდასპის ბრძოლაში სპარსელებზე გამარჯვების შემდეგ ადვილად დაიმორჩილა ფინიკური ქალაქები. მესოპოტამიის დაპყრობის შემდეგ ლაშქრობა დასავლეთით განაგრძო და ალექსანდრიასთან ბრძოლაში გაიმარჯვა სპარსელებმა და ალექსანდრია პირიქით მან დააარსა. ისოსის ბრძოლაში დაამარცხა სპარსელები, შემდეგ განაგრძო ლაშქრობა და შეიჭრა ეგვიპტეში. აი კი სწორი პასუხია ეს. ეს გვახსოვს ფაქტობრივი ცოდნით, ხო? შემდეგი ანუ და არ დაიძაბოთ, შეიძლება რაღაცა იყოს ისეთი, რომ პირდაპირ ცოდნაზე გადიოდე, მაგრამ თუ პირდაპირ ცოდნაზე ვერ გადიხარ, მერე წადით მსჯელობაში. ესეც კიდევ ასეთი კითხვა შეგვხვდა უკვე. მანამდე იყო, ნახეთ დააკვირდით, სულ ფაქტიურად უკვე ლოგიკურ კითხვებს სცემთით პასუხს და ეს უკვე ფაქტობრივი ცოდნა. რა ეწოდებოდა ანტიკური პერიოდის ქართლის მეფის კარზე არსებულ ერთ-ერთ მაღალ სამოხელეო თანამდებობას? ამილახორი, ეზოტმოძღვარი, მარზპანი თუ ჩუხ-ჩარხი. რა ეწოდებოდა ანტიკურიო, ხო? ანტიკური, ახლა მარზპანი და ამილახორი